როცა დაამთავრა იესომ თავისი 12 მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა. რომ ეთქვათ მისთვის, შენ ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო. იესომ უთხრა მათ პასუხად. წადით, მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ. ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან. კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით. მკვდრები დგებიან და ხატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე. რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა რისთვის გახვედით? რბილი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? რბილი ტანსაცმლით შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვიზედაც დაწერილია. აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება, ხოლო ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს. მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და მოუხმობენ თავიანთ ამხანაგებს და ეუბნებიან, სალამურს გიკრავდით და არც ეკვავდით, ვგოდებდით და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს და ამბობენ, ეშმაკი ჰყავს. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს და ამბობენ, აჰა კაცი, რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინისმა, მებაჟეთა და ცოდულთა მეგობარი და მისი სიბრძნე საქმებითაა გამართლებული.